საბავშვო თეატრის არასაბავშვო სკანდალი ყოფილ მოზარდმაყურებელთა დაცვის ნაწილი და სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის მმართველს არაპროფესიონალურსა და ფინანსურ მაქინაციებში ძებენ ბრალს. თეატრის გასრულმა ობჩეენ მოსახლეობმა პრეზიდენტს ოფიციალური წერილითაც მიმართეს. იგალოს თქმენიძე კი მმართველის გათავისუფლებამდე სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებს. ცენტრალური საბავშვო თეატრის თანამშრომლებმა დღეს ერთდროულად ორი თათბირი გამართეს. ერთი მმართველის კაბინეტში. ინტრიგას ხადრულობები. მეორე სამხატვრო ხელმძღვანელის სახლში. ვისველეთ. უთანხმოება თეატრში 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც მმართველის თანამდებობა მიხეილ ანთაძემ დაიკავა. პირველი უკმაყოფილება თანამშრომელთა პირველ გათავისუფლებას მოყვა და კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა ხელშეკრულების გაგრძელებაზე 2010 წლის დასაწყისში 15 თანამშრომელს უარი ეთქვა. მათ შორის დამსახურებული მსახიობებიც არიან. დაიწყო ერთი გოჭი და ორი გოჭით. მაგრამ მე რო არ გაწავდა ეს ორი გოჭი. მე რო სამი წელიწადი ერთ გოჭზე გადავიდა და ორი წითელკუდა და ორი მგელი დარბის ფენაზე. მე უკვე თქვით. არ გვიდა ეს თეატრი. ასი სპექტაკლიდან დაუშვათ საშუალო თეატრში დაგმონდა 8 არის. დადგმა ავტორი მიხეილ ანთაძე, დადგმა მიხეილ ანთაძეს, მუსიკალური გაფორმებაც კი მიხეილ ანთაძეს. ეს არის შემოსავალი. გადააქცია თავის შემოსავლის კანტორად გადააქცია. გიგალ ორქიდანიძემ საბავშვო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნისთანავე მოითხოვა დამსახურებული მსახიობებისათვის ხელფასების გაზრდა და რამდენიმე რეჟისორის მოწვევა. იმ წელს თეატრის ბიუჯეტის გარღვევაზე პასუხისმგებლობას მმართველი სწორედ მას აკისრებს. ბატონმა გიგამ მოიყვანა ახალი მსახიობების შერო ძველები არ გაუშვია არავინ. მოითხოვა ახალი სპექტაკლები რაც არ იყო ბიუჯეტში და დაირღა ეს ყველაფერი და ამან ბუნებრივია გამოიწვია გარღვევა. რასო შეიძლება ეთქვა ბატონო გიგამ მე ამას ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ მე ამის ფული არ მაქვს. არა ყველაფერზე დამეთახმა და მე გამოვიყო ხელფასსაც ვერ არიგებს და მაგრამ მე არ მეხება არც შემოსავალი და არც გასავალი. საბავშვო თეატრი ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა სოლიდური თანხა მისი სააბონემენტო შემოსავალია. თეატრის კოლექტივთან თანამშრომლობს. ეს წელიწადში 17 ახალი სპექტაკლის გამოშვებას მოითხოვს მაშინ, როდესაც აკადემიური თეატრები 5 პრემიერასაც საუკეთესო შედეგად მიიჩნევენ. 10,000-მდე მაყურებელი ყავს აბონემენტით დღეისათვის ჩვენ. მმართველს ხელფასების დაგვიანებასთან ერთად უსამართლო გადანაწილებაში თედავებიან. ახალ და რიგ შემთხვევაში არაპროფესიონალ მსახიობებს დამსახურებულ არტისტებზე დიდი ჰონორარი გამოსდით. დაუშვათ ის ახალგაზრდა მას აქვს ძალიან დაბალი ხელფასი, მაგრამ მან შეიძლება დღეში ორი სპექტაკლი ითამაშოს, შემდეგ რეპეტიცია შეიყოს და დამსახურებულზე მეტი გამომუშავებაა. ამ მსახიობებს მეტი ვეღარ გამოუვათ. მას კონტრაქტები აღარ გაუგრძელეს, თუმცა როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებზე მუშაობდნენ, კორექტივები მმართველს მეცენატის მიერ დანიშნულ თანხაში თვითნებურად შეჰქონდა. პირველი რაც გააკეთა, მოგვაწერინა ხელი იმაზე, სარიელ ბლანკებზე, სადაც თანხა არ ეწერა ივანიშვილი გვეხმარება. და რო ვიკითხე რა ხდება მეთქი რატო სარიელი რატო არ მეთქი? არა, იგივე თანხა რჩება, ოღონდ ეს რა ქვია, ახალი ფაქსიმილი არის დირექტორის საჭირო და ამიტომ გამოვიგო რომ 20 ლარი დაგვაკლო, ვიღაცას 25 ლარი, ვიღაცას 30 ლარი. ივანიშვილის ხელფასი. რომ ვკითხეთ, მე კრება იყო და რა გააკეთე, მიშეს რა არის მეთქი, რა პული მოგპარეთ, ხო? აბა ჩვენ ხო გვინდოდა როგორ? აღარ ლაპარაკობ იმაზე, ვინ ხალხი ყავს იქ მოყვანილი. ეს მისი ოჯახის წევრების დიდი რაოდენობა. ამ თეატრში ისევე როგორც თითქმის ყველა თეატრში და საერთოდ ასეთ დარგებში ოჯახური დინასტიები მუშაობენ. ჩემი და აქ მუშაობდა ჩემამდე 20 წელით ადრე. აბა როგორ შეიძლება დავაბრალოთ რომ მე მან მოიყვანეს ნათესავები. აგრა ის მუშაობა ჩემმა შვილმა, რომელიც არის უკვე საკმაოდ სახელმოქმედებელი მწერალი და ის არის რედაქტორი. ერთმა შვილმა? დიახ, ერთმა შვილმა. მეუღლეს? მეუღლე ტექნიში არის, მაგრამ ისიც იყო მანამდე სანამ მე მოვიდა და ასე შემდეგ. თეატრის კარს მიღმა დარჩენილმა მსახიობებმა დახმარება წერილობით სთხოვეს საქართველოს პრეზიდენტს. წერილში აღწერილია ყველა პრობლემა და მმართველის წინა გამოცდილება. სახელმწიფო თეატრამდე ის საკუთარ ყაფრის თეატრს მართავდა. ეს იყო ბავშვთა სადაბადების დღე გასართობი ცენტრი. აი ეს ავტორი. აი აქ მოგვიწოდა, სადაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის მშობლებს ცენტრალურ ორკესტრს პარადა და ამით ირჩენდა დღეიდან ბავშვთა თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშეა. გიგალ ორქიდანიძე ამ მოვალეობის შესრულებაზე უარს ახალი მმართველის დანიშვნამდე ამბობს.